მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია გადაცემა ამბები ასურეთიდან. მე მისი წამყვანი ზეინა ბაბულაძე გახლავართ. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერი თავსხმა წვიმით გათენდა სოფელ ასურეთში, მაინც ვერ შეუშალა ხელი ძლიერმა წვიმამ კარგად ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას. სახელწოდებით საქართველოში წარმოებული ორგანული სერტიფიცირებული პროდუქციის წარმოება გამოფენა გაყიდვა. კონფერენცია გაიხსნა დილის 10 საათზე. არაჩვეულებრივ რესტორან სადგურის დარბაზში. რესტორნის დარბაზში მოწვეული ბრძანდებოდნენ სტუმრები, როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი აკადემიური წრეებიდან და ასევე სერტიფიცირებული ბიომეწარმეები საქართველოს ყველა კუთხიდან. მოგესალმებით, თუ შეიძლება კოდის ხმას ჩვენს რადიოს რამოდენიმე სიტყვით ვამბობთ დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, დღეს შევიკრიბეთ სოფელ ასურეთში მდებარე ესეთ რესტორანში, რომელიც ძველ გერმანულ ტრადიციებშია გადაწყვეტილი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ასურეთში ადრე გერმანული თემი სახლობდა და შევკრიბა ნატურლანდმა, ესეთ სერტიფიცირების ორგანო და ორგანიზაციამ, გერმანულმა ორგანიზაციამ, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში მუშაობს ბიოწარმოების განვითარების და ეკოლოგიური წარმოების განვითარების საკითხებზე. საქართველოს ფერმერთა სხვადასხვა ორგანიზაციასთან და ასოციაციასთან, მათ შორის სხვადასხვა საწარმოო ჯაჭვების გათვალისწინებასთან დაკავშირებით. მე წარმოვადგენ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას. ჩვენი ორგანიზაცია ასევე გერმანელების დიდი მხარდაჭერით 1994 წლიდან მუშაობს საქართველოში ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და აგროეკოლოგიის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე და დღევანდელი დღის მიზანი იყო, რომ შეგვეჯამებინა ჩვენი საქმიანობა, წარმოგვედგინა ის პროდუქცია და წარმოებლები, ასევე ის ხარისხის ნიშნები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, მაგალითად ელკანას შემთხვევაში ეს არის ელკანას კერძო ხარისხის ნიშანი აგროეკოლოგიური სტანდარტი. და ეს რაღაცა სასიამოვნო ღონისძიება გამოვიდა, მრავალფეროვანი, სადაც ხვდებიან ერთმანეთს მწარმოებლები, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები, უბრალოდ მომხმარებლები და მიმდინარეობს დისკუსია და აზრთა გაცვლა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა განვითარდეს ეს დარგი, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს სოფლის მეურნეობა და განსაკუთრებით ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა. ხმიცი მადლობა. მინდა რომ წარმატებები გისურვოთ და მადლობა რომ ამ შეხვედრისთვის ჩვენი მუნიციპალიტეტი და არაჩვეულებრივი ისტორიული სოფელი ასურეთი აირჩიეთ. მადლობა. დიდი მადლობა. გამარჯობა, წარმოგიდგინოთ თქვენი თავი ჩემო ძვირფას. ნინო ჯიბუტი, წარმოვადგენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციას პროექტის მენეჯერი. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია დღევანდელი დღის და ღონისძიების მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 5000-მდე ფერმერს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით და დღეს ძირითადი აქცენტი გაკეთდა გეოგაპის სტანდარტზე, რომელიც არის პირველადი წარმოების სტანდარტი. ფერმერთა ასოციაციის გაწევრიანებულ ფერმერებს და არა მხოლოდ აქვს საშუალება პირველადი წარმოება, ვისაც აქვს სხვადასხვა მიმართულებით მრეწველობა, მეფუტკრეობა, ხილბოსტნეული და კაკრეულის მიმართულებით სერტიფიცირება გაიარონ და ერთგვარად მოაქციონ ჩარჩოებში თავიანთი წარმოება. ბუნებრივია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერების ხელშეწყობა, ასევე მათთვის ცნობების ამაღლება და გააზრება იმისა, რომ პირველადი წარმოების სტანდარტი მნიშვნელოვანია და ასევე უნებელი მიკვლევადი პროდუქტის წარმოება და გაჩენა, უფრო მეტად ქართულ ბაზარზე. წარმოგიდგინეთ თქვენი თავი. ნინო ჯიბუტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, პროექტის მენეჯერი. უღმესი მადლობა.
მოვაჯობო პირველ რიგში სოფადას წარმოადგენენ ჩვენ კომპანიას მიმოჩი ჯიბროშვილი კომპანია დაფინანს დამფუძნებელი ჩვენ გადავწყვეტეთ რომ მეწარმოებია თაფლიჩის პაკეტებში ზოგადად თაფლიჩებში ძალიან ჩვენი პირველობა განსაკუთრებული არაფერი ამიტომ ვიდოდა რაღაც ახალი მიმართულება შეგვეთავაზებინა ბაზარისთვის ზოგადად ოფისში აიჭასება ძალიან პრობლემა იმიტომ რომ ხალხი იყენებს შაქარს, თეთრ შაქარს, შარიში, ბავშვის და შემდეგ რომელიც ძალიან გაჭირსებია ვიქნებით რომ ჩაგდაცვლებდა როგორც თაფლი პირველი დამატებელი და შაქრის გაგეჩერება უბრალოდ პრობლემა ის არის რომ შიგებით ოფისში შეერული ძალიან არ კომფორტულია რა ვერ წაიღებ ჩათაშ ვერ წაიღებ ჩაჭერებს პასში ამიტომ გადაწყვეტეთ რომ იგივე თაფლის შაქრის ტიკებით მეწარმოებია თაფლი მიხიდეთ განადგარი და ჩამოვიდეთ დღეს უკვე 6 ქსელში ვარ შესულები თაფლის პაკეტებით ეს არის ფრესკო, წისქვილი ბაზარი, წერტი, ვაფრესი და ევროპული. ქალბატონო მარია. გამარჯობა. დიდი მოგზაურობით და პატივისცემით. მე გახლავართ კოდის დევნილთა სათემო განათლების ცენტრის რადიო სამყარო ზეინა ბაბულაძე. ჩვენი რადიო დაპროექტებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ DVV International-ს. თუ შეიძლება ჩემი რადიო მსმენელებისთვის საყვარელო დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რა ხდება? მიზნები და შედეგების მოლოდინები. რამოდენიმე სიტყვით, ბევრს არ შეგაწეხე, ბედნიერი დედა იყავი საყვარელი. მადლობა. ეხლა დავიწყო კი. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოგზაურდით და ძალიან დიდი პატივია. თქვენერი ადამიანების მიღება მასპინძლობა ძალიან სასწაულო ყოველთვის. რაც შეეხება დღევანდელს, დღეს მოვედით აქ ასურეთში, ესეც სიმბოლური ადგილი, რადგან გერმანელების სოფელი იყო. სოფლიობამდე აქ ცხოვრობდნენ და აქ მოღვაწეობდნენ, ამიტომ არჩიეთ ეს ლოკაცია. დღეს ფერმერები ყავს მოწვეული, სერტიფიცირებული ფერმერები, როგორც ბიო, ასევე გეოგაფრის, ასევე აგროეკოლოგიური სტანდარტის გამოფენა გაყიდვა გვაქვს და ინფორმაციის გასვლა. რეალურად დღევანდელი დღე იმსახურება თავიდან მოვიდა ქართველი ფერმერების და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას. უღრმესი მადლობა. შვენიერია. წარმატებას გისურვებთ და ბედნიერ დედობას შემოკარგო. მოგესალმებით ქალბატონო. მე გახლავართ რადიო სამყარო კოდის ხმა. თუ შეიძლება გაგვაცანით თქვენი თავი. მე წარმომადგენელი არ ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ შემიძლია ორი სიტყვით დიახ. ეს არის რაჭული ტრადიციული მეთოდით დამზადებული მეორი. დიახ. ჩვენი ოჯახის წარმოება. ასევე გვაქვს ჯემები, ურაბები, საწევლები. ყველაფერი ჩვენი საკუთარი შრომით და გარჩით მოპოვებული. რომელი პროექტით დაიწყეთ თქვენი? დავიწყეთ ლორით. და პროექტი ვინ დაგაფინანსათ? პროექტი აწარმოეს საქართველოს. აწარმოეს საქართველოს. თქვენი გვარსახელი თუ შეიძლება და საიდან ბრძანდებით? მე ვარ ნანა ნატროშვილი. მიუხედავად იმისა, კახელი ვარ, მეუღლე მყავს რაჭველი, ლებანიტი და ჩემმა შვილმა წამოიწყო ეს. ასურეთიდან ბრძანდებით? არა. ონი. შესანიშნავი. რაჭველი. დიახ. მინდა რომ დიდი წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. მადლობა ძვირფასად თქვენ. გამარჯობათ. მე რადიო სამყარო ვარ კოდის ხმიდან. თუ შეიძლება დღევანდელ ღონისძიებაზე მითხარით. დღეს სტუმარი ვარ და ძალიან მოწონს და კარგი ღონისძიება. რა ქვია ამ ღონისძიებას, ვინ არის ორგანიზატორი? ელკანა. დიახ. ორგანიზატორი. წარმოდგენილი სოფლის პროდუქტები. წევრები არიან წარმოდგენილები. თქვენ ბიზნესის ღვინობა კი. დიახ. შესანიშნავი. თქვენ რომელი პროექტით დაიწყეთ წარმოება? არა, ეს ჩვენ თვითონ. თქვენ და თანამშრომლობთ ელკანასთან? კი, წევრები ვართ. თქვენი გვარსახელი ძვირფას? ჩემი ავთანდილჭა. მინდა რომ ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ. მადლობა. ახალგაზრდა კაცი ხართ და ბრავო თქვენ. მადლობა.
გიგდინოთ ეს არაჩვეულ ლანჩი 3 საათზე კიდევ გვექნება და შემდეგ ვახშობ 6-ზე. ამიტომ ასე გქონდათ რომ მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი არაჩვეულებრივი მეწარმე ქალბატონი ინგა ბერუაშვილი. გამარჯობათ ქალბატონო ინგა. გამარჯობა. გვიანბეთ დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით რა ხდება ასურეთში, სადგურში? ეს მოგესალმებით, მე ვარ ინგა ბერუაშვილი, ბიომწარმოებელი და დევნილი სამაჩაბლოდან. დევნილი სამაჩაბლო და რა თქმა უნდა ამჟამად ვცხოვრობ კოდის დევნილთა დასახლებაში და წარმოდგენილები ვართ როგორც ბიოფერმერები. გისმენთ ყურადღებით. რომელი ორგანიზაცია მოაწყო დღევანდელი ჩვენი შეხვედრა? ელკანასგან ვართ წარმოდგენილები, ელკანა ორგანიზაციისგან, ის დახმარებითაც გუგლში შევდივართ და ალბათ უფრო გაფართოვდება ბიომეწარმეები საქართველოში და ასე გვაქვს ეს შეხვედრა ერთი სიტყვით. ჩვენც ველოდებით ბევრ ახალს დღევანდელ დღეზე, ჯერ ახლა დაიწყო და ვნახოთ. ჩვენ წარმოებას დავავამატეთ ჩაი. ჟოლოა? გვაქვს ალუბლის ფოთლები, ჟოლოს ფოთლების, მაპლის ფოთლების ჩაი, ცაცვის ყვავილების ჩაი და არაჩვეულებრივი. მე გახლავართ კოდის დევნილთა განათლების ცენტრის რადიოს სამყარო ზეინა ბაბულაძე. ჩვენი პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს DVV International-ის დაფინანსებით. თუ შეიძლება დიდი მორიდებით დღევანდელ ღონისძიებაზე გითხრათ რამოდენიმე სიტყვა ჩვენი რადიოსთვის. კი ბატონო, სიამოვნებით. მადლობთ. დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება სწორედ ორგანული აგროწარმოების პოპულარიზაციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ორგანიზაცია ნატურლენდი ამ მიმდინარე 3 წლის მანძილზე ახორციელებდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს. იცით, ცოტა უფრო მომზადებულად ჩანასვიზავდი. ცოტა ის არის, რაღაცა სხვა თუ შემეკითხეთ, რაღაცა შვენიერია. ახორციელებდა ძალიან საინტერესო პროექტს, რომელიც სწორედ ემსახურება იმას, რომ საქართველოში ორგანული აგროწარმოების განვითარება მოხდეს, ხელი შეეწყოს ეკოლოგიურ პრაქტიკებს, გაიზარდოს მომხმარებლის ცნობიერება, რათა მან შეძლოს რომ განასხვავოს ორგანული პროდუქტი ჩვეულებრივი პროდუქტისგან და მთლიანობაში ხელი შეეწყოს იმას, რომ საქართველოში ორგანული პროდუქტის წილი გაიზარდოს და ის ფერმერთა რაოდენობა გაიზარდოს, რომელიც დაინტერესდება და უფრო მეტ ორგანულ პროდუქციას აწარმოებს. რათა ეს პროდუქტი დამკვიდრდეს შიდა ბაზარზე. განვითარდეს შიდა ბაზარი და ხელი შეეწყოს ამ პროდუქციის რეალიზაციას და ფერმერებისთვის დამატებითი შემოსავლის მოტანას. რა თქმა უნდა, თუ კი ექსპორტის გაზრდაც მოხდება ამ პროცესს და ევროპაში გამოჩნდება ქართული პროდუქტი, ესეც მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. მე იმას დავამატებდი, რომ საქართველოს შანსი ევროპის ბაზარზე დამკვიდრდეს სწორედ ორგანული პროდუქციის წარმოებაშია, რადგან ჩვენ მასიური პროდუქციით ვერ გავუწევთ კონკურენციას დიდ ქვეყნებს და ამიტომ აქცენტირება უნდა გაკეთდეს სწორედ ასეთი ორგანული ნიშ პროდუქტების წარმოებაზე, უცხოეთში გატანაზე და დამკვიდრდეთ ევროპულ ბაზარზე, ამერიკის ბაზარზე, თუნდაც იაპონიის ბაზარზე, რატომაც არა და გამოვაჩინოთ ქართული ორგანული პროდუქტი. წარმოგიდგინეთ თქვენი თავი. მე გახლავართ თამაზ დუნდუა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას მენეჯერი. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით მე გახლავართ კოდისა დევნილთა სათემო განათლების ცენტრის რადიოს სამყარო ზეინა ბაბულაძე და გთხოვთ რამოდენიმე სიტყვით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჩემი რადიოს მსმენელებისთვის გითხრათ რა ხდება, რა დღეა და წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი. მე გახლავართ ნუკრი მემარნიშვილი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას კონსულტანტი. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, საერთოდ საქართველოში მიმაჩნია, რომ ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აი რამდენი
ეს საზოგადოება აქ შეკრებილი ზუსტად ამ აზრით არის და ამ მიმართულებით მუშაობს. გარდა იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე ჩვენ არ გვაქვს კარგად საქმე ნიადაგების ნაყოფიერების მხრივ. ანუ მიდის დეგრადირება, გამოფიტვა, არასწორი ექსპლუატაციის გამო. და ბიომიმართულება პირიქით ნიადაგის იჯანსაღეს უწყობს ხელს და ფაქტიურად ცოცხალი ნიადაგი აქვს ჩვენ ფერმერებს ყველას. მით უმეტეს მომავალი ამ გლობალური დათბობის და კლიმატის ცვლილების ცუდ შედეგებს ყოველოდებით ჩვენ არა, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და რაც უფრო ჯანსაღი ნიადაგი, რაც უფრო ჯანსაღი გარემო იქნება და რაც უფრო ჯანმრთელი ადამიანი, მით უკეთესი, ხო სწორია. ამიტომ ასეთი შეხვედრები გახშირდა საქართველოში და რა თქმა უნდა ამას მივესალმებით ყველა. უღრმესი მადლობა. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით. თუ შეიძლება დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით რამოდენიმე სიტყვა გითხრათ. Hello, my name is Eva from Naturland in Germany. We are a German pharma association, but here in Georgia we have this project. It's called Georgia Organic Farming for the Future, and we are cooperating with different Georgian pharma associations. And we had different capacity building events. We had been doing trainings on organic farming, and we are trying to develop the organic agriculture sector in Georgia, and also to support Georgian farmers for increasing the exporting possibilities. როგორ ფიქრობთ, ბიომეურნეობას, ბიოწარმოებას რა პერსპექტივა აქვს საქართველოში? So what do you think? What kind of opportunities and perspectives do the organic and bio farming have in Georgia? Okay. Yes, I mean it's a good way to preserve the Georgian ecosystems, to preserve the Georgian biodiversity by a natural way of farming, because organic farming is mainly about native varieties and about natural farming that will not only benefit the Georgian consumers of the product, but also the Georgian nature, because it has a very good natural conditions, and it's all about preservation of these conditions. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა და წარმოგვიდგინოს, გაგვაცნოს ვინ ბრძანდება რომელი ორგანიზაციიდან. Okay, she's telling thank you so much, and please tell us your full name. Yeah. And the company name. Yes. To you. My name is Eva Gemmel from Naturland. ასე დამთავრდა საინტერესო, აუცილებელი და საჭირო კონფერენცია სოფელ ასურეთში.